რედაქციისთვის სასამართლო საქმეების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი გამოცემის ჟურნალისტები ნათია ამირანაშვილი, მინდია გაბაძე, ნათია ლევერაშვილი თითქმის ყველა პროცესს ესწრებიან, თითქმის კი არა ყველა პროცესს ესწრებიან და მუდმივად ვცდილობთ, რომ ეს რეალურ დროში სწრაფად ადამიანებს, მოქალაქეებს ვაცნობოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება სასამართლოს დარბაზში, სასამართლოს დარბაზის მიღმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თავიდანვე ჩანდა ძალიან მკაფიო განზრახვა ხელისუფლების და ქართული ოცნების, რომ მანიპულაციურად ამ საქმებთან დაკავშირებით შეექმნა რაღაცნაირი ყალბი არსებული მტკიცებულების შესახებ წარმოდგენა და ეჩვენებინა, რომ ეს ადამიანები მართლაც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები თან ჯგუფური ორგანიზების ნაწილში. ამიტომ სასამართლოში რა ხდება და ბრალდება რა მტკიცებულებებს წარმოადგენს, აი მოწმეები, რომელიც ახსენა რას ამბობენ, ვისადებენ ხელს, ამის ჩვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ არაერთი მოწმე დაზარალებული პოლიციელი, რომელიც უბრალოდ ვერ ამბობს, ვერ ამოიცნო ერთ-ერთი დაზარალებული. ჩვენ ვნახეთ, რომ ჯგუფურობის ნაწილში საერთოდ არ აქვს ბრალდებას მტკიცებულებები, უბრალოდ ამბობენ, რომ ეს ადამიანები ერთმანეთში რაღაცას ათანხმებდნენ, მაგრამ სად ჩანს ეს შეთანხმება, კაი, დავუშვათ, რომ არგუმენტი არ არის, რომ იქამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს. იქ რომ გაიცნეს, იქ თუ გაინაწილეს როლები, სად ჩანს ეს მტკიცებულებაში, რა წარმოადგინა ამის საჩვენებლად ბრალდებამ, არაფერი, საერთოდ არაფერი ფიზიკურად არ აქვს, ანუ რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ აი მე გუშინ მწერდი ჩემ სოციალურ ქსელში, რომ ეს საქმეები შეიძლება ორ სიტყვაში დაავახასიათოთ. ახლა ანდრო ჭიჭინაძის საქმე არის ნასროლი ჯოხი, რომელიც არავის მოხვდა. ონისე ცხადაძის საქმე არის ცარიელი ბოთლი, რომელიც არავის მოხვდა. ასევე ტერაშვილის საქმე არის რაღაცა ნივთი მუყაოს ყრივის საგანი, რომელიც ისროლა და არავის მოხვდა. და ეს არის მხოლოდ წარმოდგენილი ამდენიმე წამიანი ვიდეოები იგივე ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეზე დეტალურად ვიცნობთ ყველა ამტკიცებულებას, რომელიც უბრალოდ ამტკიცებს, რომ იყვნენ ეს ხალხი აქციაზე, რაღაც ხელში ეჭირათ ესეთი ნივთი, რომელიც შეიძლება ისროლა, მაგრამ ვის მოხვდა, ვინ დაზიანდა, ან თუ დაზიანდა, რა სახის დაზიანება მიიღო, საერთოდ ვერ არის წარმოდგენილი ბრალდების მხრიდან რაიმე ტიპის დამაჯერებელი მწყობრი არგუმენტები და მარტო არგუმენტები კი არა, მტკიცებულებები, რაც ამას აჩვენებდა, ხო? და ამიტომ ჩვენება საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ თავის მხრივ, თავისი არხებით ბრალდება და ქართული ოცნება ცდილობს, რომ ამ ადამიანებსგან შექმნას რაღაც დამნაშავეები, რომლებიც მივიდნენ იქ და ორგანიზებულად ცდილობდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, მაგრამ ამ არაფერი არ არის რეალურად საქმეებში წარმოდგენილი, წმინდა წყლის პროპაგანდაა, რომელსაც თავისი არხებით ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ამიტომ სასამართლოში მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ იმ რეჟიმში, რა რეჟიმიც გვაძლევს ამის საშუალებას, ვცდილობთ, რომ ეს ყველაზე სწრაფად და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე არ დარჩეს ჩვენი მკითხველი და საზოგადოება. სირთულეები ძალიან დიდია, უკვე თქვენ ხედავთ, რომ თავიდანაც არ იყო მარტივი, მაგრამ სასამართლო დარბაზებში და სხდომაზე ჟურნალისტების მონაწილეობა არასდროს არ ყოფილა ხოლმე ასეთი რთული. დღეს უკვე ხედავთ, რომ სამართლო და მოსამართლეები ხოლმე იყენებენ რაღაც ერთი შეიძლება რაღაც რეპლიკის ან გაცინება შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ნახევრად ან საერთოდ დახუროს სხდომა, ხო? და ვხედავთ, რომ უკვე რაც უკვე მიდის საქმეები იქითკენ, რომ საბოლოო განაჩენები შეიძლება გამოცხადდეს, ეს პრაქტიკა უფრო ყოველდღიური გახდეს. ყოველი მეორე დღე უკვე სასამართლო პროცესი იმართება, როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა სწორად აღნიშნა, კონვეირული სისტემით ჩანიშნა ამ მოსამართლემ საქმეები, რომ რაღაცნაირად 9 თვის ვადის ამოწურვამდე მოესწროს და ჩვენ განსაკუთრებით კიდე აღსანიშნავია დარბაზის გარეთ მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ დარბაზის შიგნით ძალიან გასაკვირია და ალბათ ამ კითხვაზე პასუხი გასაგებია, გაცემულია, რატო არ ითხოვს მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერით ამ პროცესების გადაცემას, ხო? ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი როცა ჩამოვიდა საქართველოში და დაიჭირეს, პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სხდომის მიმდინარეობა. კი, რა თქმა უნდა, სულ ყველაზე ახალი შემთხვევა მე მახსოვს მიხეილ სააკაშვილის პროცესის, როცა ის გადაიცემოდა ეთერში, როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული რა ხდება და მართლაც რა მტკიცებულებები არსებობს ამ ბიჭების დანაშაულებებთან, სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით, საზოგადოებამ აუწყებელს აქვს ვალდებულება, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ არ ასრულებენ. ამიტომ ჩვენ გვიწევს ჩვენი რესურსებით, ასევე TV პირველის მნიშვნელოვანი ჩართულობით, რომ თქვენ ახერხებთ, რომ გადაიღოთ, შემდგომ გამოიტანოთ, გადააგოროთ ეს მასალები და ვნახოთ ეს მასალები და ჩამოვტვირთოთ და ამისგან ვაქციოთ უკვე სხვადასხვა პროდუქტები. აი ესეთ ძალიან რთულ რეჟიმში ვმუშაობთ. სასამართლოს დარბაზის გარეთ კიდე მანდატურები როგორ იქცევიან დარბაზიდან გამოსულ მოწმეებთან, ჟურნალისტებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ, საერთოდ კითხვები რომ დავსვათ და გავიგოთ ან განაჩენზე რას ფიქრობენ, ან მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში ურთიერთგამომრიცხავ საკითხებს რომ აჟღერებენ ხოლმე ამაზე ჩაკითხვა
თქვის სივრცეც არ არის ხო ეხა უკვე ბოლო რო ერთი თვეა და მეტი მოყვებიან დაცვა ასევე თავისი კოლეგები პოლიციის თანამშრომლები რომლებიც აცილებენ ხოლმე და საკმაოდ რთულს ხდის ეს ჩვენს მუშაობას მიუხედავად რა თქმა უნდა ყველანაირად ვეცდებით რომ ბოლომდე რაც შესაძლებელია და თავზევით ძალაც კი ვაჩვენოთ და საზოგადოებამ დაინახოს რა ხდება სასამართლოში როგორ არ აქვს ბრალდებას მტკიცებულებები მე პირადად მზია ამაღლობლის პროცესებს ვესწრები ხოლმე სულ და თითქმის ერთ-ერთი პროცესია რომელიც ვერ მოვახერხეთ ჩასვლა მზიას პროცესზეც ჩანს რომ აი მოსამართლე მუდმივად მონდომებულია რომ რაღაცა მიზეზი ნახოს და თქვას რომ ან დაგვემოიყენოს საბაბად და აი ესეთი შანტაჟის რეჟიმში გვიწევს ხოლმე მუშაობაც და პროცესზე ყოფნაც რაც არ არის მარტივი მაგრამ